წუხوار რომ ყველაზე ახალგაზრდა ჭკვიანი ადამიანების სწავლის, მუშაობის და საქართველოს განვითარებაში წვრილის შეტანის ნაცვლად ცხოვრების საუკეთესო დროს ციხეში ატარებენ. ამის შესახებ საქართველოს ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. პაվել ჰერჩინსკი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მათე დევიძის საქმეს გამოეხმაურა, რომელსაც სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. დიპლომატის თქმით, საქართველოში ახალგაზრდები, რომელთაც უყვართ თავიანთი ქვეყანა, უკეთეს მომავალს იმსახურებენ. ვისაუბრე მათე დევიძის და მრავალი სხვა დაპატიმრებული აქტივისტის და პოლიტიკოსის შესახებ. ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში. 21 წლის ასაკის ის უბრალოდ ბავშვია. მე თავად 20 წლის ბიჭის მამა ვარ და ძალიან გულსატკენია იმის ნახვა, რომ ახალგაზრდა პიროვნება სტუდენტს, ადამიანს, რომელსაც უყვარს ქვეყანა, რომელსაც არასდროს ჰქონია პრობლემა მართლმსაჯულების სისტემასთან, 4 წლით და 6 თვით პატიმრობას უსჯიან პოლიციელების წინააღმდეგ ჯოხის მოქნევისთვის. ეს ნამდვილად გულსატკენია. საქართველოში ახალგაზრდები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებსაც უყვართ თავიანთი ქვეყანა, არიან ერთგული მოქალაქეები. მე ნამდვილად ვწუხარ, რომ საუკეთესო, ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე ჭკვიანი ადამიანების სწავლის, მუშაობის და ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეტანის ნაცვლად თავიანთი ცხოვრების საუკეთესო დროს ციხეში ატარებენ. ეს ნამდვილად გულსატკენია.